სარაგბო უნარებსაც შეეხება პროვოლ რეჟიმში ვარ, ანუ მიმდინარეობებია ვარჯიშები, დაყოფილი ვარჯიშები, გუნდური ვარჯიშები. მიუხედავად იმისა, რომ სისულეებია ბიჭების წინაშე, ვფიქრობ, რომ კარგად გადალახეთ ეს სისულეები და კარგად შელახავენ ჯერჯერობით. სარაგბო ვარჯიშებზე გამოდიან მობილიზებულები და შეძლებს დაგვარად ნელ-ნელა პროგრესირებენ და წინდა მივიწევთ სარაგბო. მოყვებიან და მთავარია რომ აშკარად ჩანს რომ უნდა თუ გააკეთო. თვითონაც ეს არ არის მაინც მწნელების სახირება, თვითონაც იციან მნიშვნელობა ტურნირის მეტოქის სერიოზულობა და თუნდაც აი ჩანს რომ გუნდი მოწადინებულია იმაში რომ გაყვეს რა. ხდება თავდაგერებლობას მაგისთვის როგორც იცით ყველაფერი გავაკეთეთ, იყო მენტალური მომზადება, გავიარეთ მენტალური მომზადება. ბიჭებიც ვფიქრობ რომ საკმარისად თავდაჯერებულები არიან თავის თავში. ყველა ვარჯიშს იწევენ და ამთავრებენ მაქსიმალურად თავის შესაძლებლობით ვარჯიშს მუშაობენ, ვარჯიშებით ისეთია და ეს ვთქვათ ჯერჯერობით არ არის ის ეტაპი რომ მე გამოდიშული იყოს ვარჯიშს და ვარჯიშის პროცესი ბოლომდე არ მieყვანა იმის გამო რომ რაღაც მენტალურად ვერ გავუწევ. შეიძლება იყოს ეს ტრაუმისგან გამომდინარე, მაგრამ ფსიქოლოგიურად ბიჭები მაქსიმალურად მზად არიან და ამ ეტაპიდან რომ გადავხედოთ და შევაფასოთ, ასე ვთქვათ, მენტალურმა შეკრებამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო რაც ჩანს. გუნდის კაპიტანი უკვე არჩეულია და ეს არის მასკოვიანზე. ალბათ არ არის ეტივა. ეროვნული ნაკრების მოთამაშე 15 პროგრამული. გამოსული მოთამაშეები რა თქმა უნდა ყოველთვის საჭიროა გუნდისთვის და მათზე ბევრად უფრო მეტია დამოკიდებული და მაგრამ ბევრად უფრო მეტი მოითხოვება. ეს ბიჭები მუშაობენ ჯერჯერობით ეხლა წინა იქიდან ამდენი არა ყავს რამდენიმე ბიჭი აქვს. სამწუხაროდ ბექა გორგაძე ვერ ჩამოდის ჯერჯერობით საქართველოში. რომ ხო ნუ ჩემპიონატს თამაშობს ფრანგულს, ასევე არ ჩამოსულა გიორგი მელიქიძე ასპინძა. მაგრამ ნორმალურად მიდის. ის ახალი ბიჭები ვინც არიან და ვისთვისაც თქვა ეს პირველი გამოცდილება და პირველი შანსია 20-მდე ნაკრების გასაგებად 20-მდე სოფლიო ჩემპიონატის ისინიც ბოლომდე იხარჯებიან. ვერ ვიტყვი რომ გუნდში რაღაცა სული და პირიქით ვფიქრობ რომ ძალიან კარგი სიტუაციაა და ბიჭები მაქსიმალურად კარგად მიყვებიან გრაფიკს. ჩემთვის ახლა პირველი გამოცდილება არის დიდი სოფლიო ჩემპიონატის ანუ 20-მდე სოფლიო ჩემპიონატის. რა თქმა უნდა იქნება სასიამოვნოც, იქნება სამწუხაროც და იქნება საინტერესოც. ეს არის მნიშვნელობის თავარი. სიტყვას და სიმწარე, სხვანაირად როგორ იქნება. პასუხისგებლობა იქნება ძალიან დიდი. არ ამგონია ახლა თუ სახედულია რაგბიში იცის ძალიან რთულ ჯგუფში მოვხდით. პირველი თამაში გვაქვს სოფლიოს ჩემპიონებთან, ახალზელანდიელებთან, მეორე თამაში გვაქვს ევროპის მოქმედ ჩემპიონებთან, უელსის 20-მდე ნაკრებთან, რომელსაც გრანდ სლემი მოიგო, ანუ 6-ვე თამაში მოიგო ახლა, 5-ვე თამაში მოიგო ახლა ექსერზე. მესამე თამაში გვაქვს არანაკლებ ტექნიკურ და სწრაფ ირლანდიასთან. ასე რომ ვნახოთ რა პირველი სამი თამაში ძალიან სერიოზული გამოწვევები გვაქვს წინ. ეს გააზრდებული გვაქვს როგორც უცნელებს, ასევე მოთამაშეებს კარგად. ამ კვირის ბოლოს სრულდება ამ შეკრების პირველი ნაწილი, სადაც მე იქნება ერთი კვირა აღდგენა. შეიძლება დავარქვათ საღმო არ გადაგებით, ასე ვთქვათ, ბიჭები განიკურებიან ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად დაისვენებენ
და უკვე როდესაც დაიწყება მეორე ნაწილი ამ შეკრების, ეს იქნება 2 მაისს, მაშინ უკვე ასე ვთქვათ, ლეგიონერი მოთამაშეების ნაწილი უკვე ჩამოსულა გვემატება გიორგი მელიქიძე, გვემატება ოქია გიორგაძე, ნიკა ნეფარიძე და ჯერ კიდევ მიმდინარეობს კლუბებთან მოლაპარაკება, რომ მაქსიმალურად ვთქვათ, რომ მეტი მოთამაშე ჩამოვიყვანოთ აქ და ჩავდეთ, თუმცა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის დამოკიდებული ფუნქციონირებაზე, იმიტომ რომ აღნიშნული პროტოკოლით ჩვენ შეგვიძლია მოთამაშე გამოვიძახოთ მხოლოდ 5 დღის ადრე მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე. ამ მხრივ ჩვენ და რაგბის კავშირი მაქსიმალურად ვცდილობს, რომ საერთო ენა გამოინახოს კლუბებთან და ასე ვთქვათ, გაითვალისწინონ ჩვენი მდგომარეობა და დაგვისმონ მოთამაშეები.